პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგის ხდომა გაიმართა. განხილვის საკითხები იყო ქონებრივი უფლებების ხელყოფისა და 2024-2012 წლებში წამებისა და არადევნიური მოპყრობის ფაქტები. სხდომაზე მიწვეულები იყვნენ გიული აბლიაშვილი და ვალერი შოშიაშვილი. მივედით ფინანსურ პოლიციაში, მაშველრგოლად, ანუ პირდაპირ კომუნიკაციაზე გამოვიდა ირაკლი კირკიტაძე. თქვა ესეთი რაღაც, აქედან კონტეინერი ვერ გავა ვერასდროს, ის კი არა საბაჟოზე წითელ ხიდზეც ვერ შემოვა კონტეინერი, თუ თითოეულ კონტეინერზე არ იქნება გადახდილი $1500. ჯამში ჩვენ შემოქონდა თვეში 10 კონტეინერი, ანუ სადღაც საშუალოდ $15,000, ვიცით რომ იყო გადასახდელი და მან ისე დააკონკრეტა რომ ეს თანხა მიდიოდა ბატონ ვანოსთან, საპარლამენტო არჩევნების პერიოდი იყო, რომ მე შემოწირულობის სახით უნდა მიმეცა გარკვეული თანხა. $100,000 იყო ეს თანხა. შემოწირულობის პარტიისთვის ესხი ავიღე მე და შემოწირულობის სახით გადავრიცხე ნაციონალური მოძრაობის ანგარიშზე ჩემი ნების საწინააღმდეგო. 2010 წელს ისევ მიბარებენ და მეუნებიან რომ აქ უკვე შემოწირულობას აღარ მთხოვენ ნაციონალური მოძრაობის ანგარიშზე და მეუნებიან საეთერო დრო უნდა უყიდო ქრისტიან დემოკრატიულ მოძრაობას გიორგი თარგამაძის პარტიას რუსთავი 2-ზე. ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ვიყავი ნაციონალური მოძრაობის ტყვე და ეხლა ეს ახალი პარტია საიდან გამოჩნდა მეთქი ირაკლი მიპასუხა ესეთი რაღაცა რომ ჩვენ ერთნი ვართ და ჩვენში სხვაობა არ არის. ბექა ბასილაია და ზაზა მალუძე, რომელიც იყო პროკურორი იმ პერიოდში და ბექა ბასილაია იყო პროკურატურის გამომძიებელი, საუბრობდნენ რა მეთოდი უფრო აჯობებდა დასჯის. მეთოდებში იგულისხმებოდა ის, რომ დაიწყოთ ჩემი ოჯახის წევრებიდან დაჭერა და მე უფრო მარტივად ვიშოვიდი თანხას თუ არა. მეორე მეთოდი იყო ის, რომ მე წავსულიყავი გლდანში და მაგ დროს უკვე თავისავე ოთახში კომპიუტერზე რთავდა ადამიანის ისეთ კადრებს, რაც გლდანის ციხეში ხდებოდა. ჩემ და უნებურად გულუბრყვილოდ უთხარი ესეთი რაღაც, რომ ვიცოდი, რომ პროკურორი იყო ზურაბ ადეიშვილი. რა არის მეთქი, ესე რატომ წირავთ მეთქი, ჩემი შვილი და იმავე ოთახში შემოვიდა ზურა ადეთქი, ჩემი შვილი და იმავე ოთახში შემოვიდა ზურა ადეიშვილი. და მეუნება რომ ამ სიტყვების გამო მე უფრო დავისჯებოდი. ოთახში, სადაც იმ 12 საათის განმავლობაში ვიყავი, მთელი კედელი იყო დაფარული ჩემი ოჯახის წევრების სურათებით. ჩემი ცირეწლოვანი შვილების სურათებით, ჩემი მეუღლის სურათით, ჩემი დის სურათით და მაყურებინებდნენ აი ამ პროცესს. მეუნებოდა ბექა ბასილაია, რომ ქონება, რომელიც ჩვენს ოჯახს ჰქონდა შეძენილი, უნდა ყოფილიყო გადაფორმებული კონკრეტულ პიროვნებაზე. აბსოლუტურად ყველაფერი, თავიდან ბოლომდე. ყველა ქონება. მაგრამ ამ ქონებასთან ერთად იქ იყო ჩემი დის ოჯახის ქონება, ჩემი დის ოჯახი არის ჩემი სიძე არის ლაშა თვაური, მისი დედა არის თამარ ვაშაკიძე, რომელიც იყო ნოტარიუსი, მას ჰქონდა რამოდენიმე ბინა საკუთრებაში, წლების განმავლობაში ვიდრე ის ჩემი სიძე გახდებოდა და სწორედ ამ ქონებებზეც იყო საუბარი, იყო დედა ჩემის ქონებაზე, მამა ჩემის ქონებაზე და ჩემ ქონებაზე. 17 მაისს 2012 წლის დილის 10 საათზე მომდის SMS შეტყობინება, რომ კახეთში ვალის მუნიციპალიტეტში სოფელ გრემში იმართება აუქციონი, რომელ აუქციონზეც გამოდის ქონება, აი ეს ქონება, რომელიც ჩემს თავზე არის ეკრანზე გადის, რომელი ქონებაც გამოდის აუქციონზე, მისი საწყისი თანხა არის $100,000 და ბიჯის თანხა არის $30,000. ოქროში წერია, რომ თითქოს თქვით, რომ ეს სასახლე არ ღირს $100,000 და მოდი $700,000 თუ იყიდე. ლარამდე გავზრდი და ვიყიდი ამ შენობას. ქონება, რომელიც სინამდვილეში ღირს $8,100. $8,100. მიზნობრივი სესხი გასცა აი ამ შენობის შესაძენად $420,000 საქართველოს ბანკმა.
აქაც მე არანაირი განაცხადით არ მიმართავ საქართველოს ბანკისთვის, რომ სესხი მინდა, პირდაპირ კომუნიკაცია იყო ბექა ბასილაიასა და საქართველოს ბანკს შორის. მეუნება რომ $300,000 28-ში არის მისატანი ლარი, მისატანია $300,000 და ეს ისე უნდა გაკეთდეს, რომ 28 სექტემბერს აღარ უნდა გადასცდეს, თორე 28 სექტემბერი იქნებოდა ჩემთვის ბოლო დღე. ცხოვრ სიცოცხლის ბოლო დღე იქნებოდა. უკვე აი სიცოცხლის გაგინადგურებთო ამ თანხას თუ არ მოიტანო რა. ემზადება ბატონი ზურა წასასვლელად და ემზადება ადეიშვილი წასასვლელად. ამას გავს ეს ყველაფერი ყოველ შემთხვევაში. შემდეგ და მაშინ ვფიქრობ, რომ რაღაც ჩემ თავმოყარეობის დაბრუნების მცდელობა მქონდა, ალბათ და ჩემში რაღაც პროტესტმა იმდენად გაიღვიძა, რომ მე ვუთხარი, რომ მე ამ თანხას $300,000 კი არა, $3 არ მოგიტან მეთქი რა. ზუსტად ვიცი, რომ შენ 1 ოქტომბრიდან და ის ადამიანები, რომლებიც ამას აკეთებდით, ყველა აგებთ პასუხს. მათ რაც ზარალი მომაყენეს ეს $420,000 რეალურად ამ ბექა ბასილაიას ჩართულობის პროცესში. დიახ. ამის ნაცვლად ისინი ვთავაზობდნენ $1 მილიონ. აქეთ ქეშად მოგცემთო? მოგცემთ ეხლაო? ეხლაო თუ მერეო? არა, ეხლავე მოგცემთო. ეხლავე მოგცემთო? და ხმა აღარ ამოიყო არაფერზე, აღარ გააპროტესტო არაფერი და ჩვენი მხრიდან იქნება ყველაფერი შეწყვეტილი, სანამ მოვა ახალი ხელმძღვანელი. სანამ მოვა ახალი, ესე ხდება 19 ოქტომბერს. მე ვთხარი 1-0-იც რომ მიაწერო ამ თანხას და ისე გამატანო აქედან ქეში, მე ამ თანხას ხელს არ მოვკიდებ მეთქი. და გამორიცხული ამბავია, მაგრამ ერთი რამე არის მეთქი რა. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ შენ წახვიდე ციხეში. ყველა ფორმას მიმართავდი, ეს იქნებოდა პრესკონფერენცია, ეს იქნებოდა მიხეილ სააკაშვილის სახლის დაკავების მცდელობა ყვარელში და იქიდანვე ვთავაზობდი მიხეილ სააკაშვილს, რომ თუ შენი ქონება $200,000 არის შეფასებული და მე მილიონად მომყიდე გრემის კულტურის სახლი, აგერ არის გავცვალოთ მეტი. დაახლოებით 2,000 ნაციონალური მოძრაობის წევრი დამახვედრეს, როდესაც დავაანონსე, რომ მიხეილ სააკაშვილის სახლში უნდა ჩავსულიყავი და თუ ვინმე არსებობს, გიგა ბოკერია, აი, არ ვიცი, მაგათ სახელების ჩამოთვლაც არ მინდა, ყველა აბსოლუტურად იქ იყო თავიანთი მხარდამჭერებით, თავიანთი იმით, რომ იქ ჩემთვის ეძახათ ის ცნობილი ფრაზა, რომ მე ვიყავი რუსეთის მონა და პუტინის მონა. დროებითი საგამოძიებო კომისია ამ წუთებში მეორე პირს გიული ავალიშვილს უსმენს. მადლობთ მარინა დევაძე საუბრობდა ღია. თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. მას გამოძიება პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებობას ედავებიან. არავითარ შემთხვევაში არ მივცემ ბიძინა ივანიშვილს იმის შანსს, რომ მე შევიდე უფრო სწრაფად, ესე თქვა, ციხეში, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი რუსული ძალა და მას გადაწყვეტილია ყველა ოპონენტის დაჭერა და როცა მოვა მის დრო, ესე თქვა, მათ მიიღონ ეს გადაწყვეტილება, ასე რომ ბრძოლა გრძელდება, მინდა ყველას, ესე თქვა, მოუწოდო, რომ პროტესტი უნდა გაგრძელდეს ყველა ფრონტზე, მინდა ჯაფარიძის დაჭერა უნდათ 9 წლიანი მუხლით, ანუ 9 წლიანი პატიმრობა უნდათ მიესაჯათ. არ გამოუვიდათ, იმიტომ რომ ჩვენ ვიბრძოლეთ, არ დავემალეთ სასამართლოს, ვიარეთ ბოლომდე და ამ უსამართლო მურუსიძის და ბიძინას რუსულ სასამართლოში დაუმტკიცეთ, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ამიტომ კიდევ მეორე, ვერც 9 წლით შემაშინებენ, ვერც 1 წლით და ვერც ვერავის ვერ შეაშინებენ. ეს არის ჩემი პოზიცია. იგი საქართველოს პარტიის პროგრამის საკონტროლო კომისიის ამას გამოიწვია საქართველოს პარლამენტის პროექტის საკონტროლო კომისიის საკონტროლო მოთხოვნით შემოწმება. მოქმედება პროექტირებულია საქართველოს სისტემის სამართლის სამართლის განხილვით, თვითონ გამოყენებულია წარმოგიდგენთ საქართველოს სისტემის დაიწყებიან მეთოდები, კულტურული აქტივობები, მეთოდები, რომელიც განხილვის შემდეგაც გავლების ხარი დარწმუნებულია, რომ სასამართლო ობიექტური ინტერპრეტაცია გამოდის არ არსებობს ის, რაზეც ვჯერო. რაც შეერაცხება ბრალად მამუკა ხაზარაძეს კომისიის კანონიერი გადაწყვეტილება. ესეთი რამე სახეზე არ აქვს. შესაბამისად, გვაქვს შემადგენლობა და ამას ახლა გესაგულებად და გამოკვლევის ესე ვთქვათ დროს ჩვენ რაღაც დიდი წიაღწევები არ დაგჭირდება ფაქტები, რომელიც არსებობს
სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ 2024 წლის ანგარიშში წარუდგინა. ლევან იოსელიანის თქმით, სახალხო დამცველის აპარატში 2024 წელს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტის შესახებ 3000-ზე მეტი განცხადება შევიდა. მისივე განმარტებით გამოვლენილი უფლებადარღვევების აღმოსაფრულად სახალხო დამცველის აპარატმა სახელმწიფო უწყებებს 82 სარეკომენდაციო წერილით მიმართა. სახალხო დამცველის ინფორმაციით საოკუპაციო ხაზზე ცხინვალის რეგიონის მიმართულებით 36 პირი დააკავეს, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 34 პირი დააკავეს. ლევან იოსელიანი 2023 წელს შოვში მოხდა ტრაგედიასაც შეეხო. ასევე სახალხო დამცველის განცხადებით, საქართველოში ფემიციდის აცილება და ამგვარ საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულება გამოწევად რჩება. იოსელიანი საანგარიშო პერიოდში პრობლემად ასახელებს დაკავებული პირებისთვის ადვოკატის როლად ხელმისაწვდომობასა და ოჯახის ინფორმირებულობას. ომბუდსმენი მიმდინარე საპროტესტო აქციებსაც შეეხო და განმარტა, რომ 2024 წლის 28 ნოემბრიდან 2025 წლის 1 მარტამდე აქციებზე გაიზარდა იმ პირთა რიცხვი, რომლებიც არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებენ. სახალხო დამცველის აპარატმა ამ პერიოდში 422 პირი მოინახულა. საოკუპაციო ხაზზე უკანონო დაკავებები და გაყანონო პატიმრობებში, ასევე საოკუპაციო ხაზზე გადაადგილება კვლავ გამოწვევად რჩებოდა. 24 წლის დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში რჩებოდა 14 მოქალაქე. მათგან 11 ოკუპირებულ ცხინვალ და 3 ოკუპირებულ აფხაზეთში. 2023 აგვისტოს შოვში დიდი ტრაგედია დატრიალდა და სტიქიური მოვლენის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა. საქმის გაცნობის შედეგად სიცოცხლის უფლების დაცვის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ნორმების შესრულების კუთხით საკითხი გამოიკვეთა. ნიშნულოვანია გამოძიებისას სახელმწიფომ დაადგინოს გახდა თუ არა შოვში ბუნებრივი კატასტროფის შედეგად ადამიანების გარდაცვალების მიზეზი სახელმწიფოს უმოქმედობა. ამ თვალსაზრისით გამოძიება უნდა გაარკვიოს სახელმწიფოში მოქმედი ეროვნული სამართლებრივი რეგულაციების არსებობის საკითხი და გამოკვეთოს გატარდა თუ არა პრევენციული ღონისძიებები. ამავე დროს უმნიშვნელოვანესია დადგინდეს ადრეული გაფრთხილებისა და განგაშის სისტემების არსებობა არარსებობის საკითხი და მიზეზები. სამწუხაროდ ამ ეტაპისთვის გამოძიებას არ დაუდგენია იცოდა ან უნდა სცოდნოდა თუ არა სახელმწიფოს მოსადოვრის სტიქიის შესახებ, რათა სავალდებულო და შესაძლებელი მოქმედებებით თავიდან აერიდებინა ადამიანის სიცოცხლის უფლების დარღვევა. ზამთრის აქციებზე გაიზარდა იმ პირთა რიცხვი, რომლებსაც არასადოდ მოპყრობაზე მიუთითებდნენ. 2024 წლის 28 ნოემბრიდან 2025 წლის 1 მარტამდე პირადად მე და ჩემმა რწმუნებულებმა 422 პირი მოვინახულეთ, რომელთაგან 267 არასათანადო მოპყრობაზე მეუთითებდა. თვითმმართველობის არჩევნებამდე 4 თვე რჩება და ამ დრომდე გაურკვეველია მიიღებს თუ არა პროცესში მონაწილეობას ბარიერ გადალახული ოპოზიცია. ეს საკითხი კიდევ ერთხელ აქტუალური ევროპარლამენტარების მოწოდების შემდეგ გახდა. ლელოს პოზიციაა, რომ თემაზე პარტიებმა დისკუსია უნდა გამართონ, შეთავაზებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ნაციონალური მოძრაობა და კოალიცია ცვლილებებისთვის. არჩევნებში პოლიტიკური პარტიების მონაწილეობა მიუღებელია სალომე ზურაბიშვილისთვისაც. მისი განცხადებით, მაშინ როცა ქვეყანაში პოლიტპატიმრები არიან, არჩევნებში მონაწილეობა მისთვის გაუგებარია. პარტია გახარია საქართველოსთვის კი არჩევნებში შესაძლო მონაწილეობაზე უკვე დიდი ხანია საუბრობს. წინასაარჩევნო კამპანიებისთვის მზადებაში უკვე ჩართულია პარტია გირჩი. საჭირო არის მსჯელობის გახსნა თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. ჯერ გადაწყვეტილება ლელო ძლიერ საქართველოს მიიღებს თუ არა მონაწილეობას მიღებული არ გვაქვს, მაგრამ ის რომ საკითხები მუშავდება, კონსულტაციები მიმდინარეობს და ზოგადად საჭირო არის რომ პოლიტიკოსებმა ვისაუბროთ პოლიტიკურ საკითხებზე, ეს არის აუცილებელი. არჩევნები, რომელიც არ ასახავს ადამიანის ხალხის უფლებებს და არ გამოხატავს თავისუფალი არჩევანის საშუალებას, არ შეიძლება ჩაითვალოს არჩევნები. ეს არის არჩევნების იმიტაცია და არჩევნების იმიტაციაში ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას. ვისაც უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ არჩევნებში, როდესაც ჩაინიშნება ამ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ჩვენ მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ ამას არ ქვია არჩევნები. არის ძალები, რომელთაგან ეს გვიკვირს და არ გვსურს რომ ასეთ რამ ვიხილოთ, ამიტომ მოუწოდებდი ყველა პოლიტიკურ ძალას აბსოლუტურად, რომ არ ეთამაშოს ივანიშვილის თამაში, არ მიცეს მის რეჟიმის ლეგიტიმაცია, არ მიიღოს ნორმალიზებაში რეჟიმის მონაწილეობა, გაიკვევა ვინ არის ის პოლიტიკური
ძალა და ვინ არიან ეს პოლიტიკური ძალები, რომელთაც შეუძლიათ რომ შთანხმული იყვნენ რეჟიმის მიერ. ნაცნობრობას არასდროს არ ქონია სურვილი რომ ივანიშვილის რეჟიმის შემდგომი ნაწილი ყოფილიყო, ამიტომაც ვინც მიიღებს ამ არჩევნებში მონაწილეობას, ნაცნობრობას ვერანაირად ვერ ჩაანაცვლებს, იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით ბრძოლის ავანგარდში ყოველთვის და წინააღმდეგობის მთავარი ცენტრი, ასეთად დავრჩებით. არავის კრიტიკას ჩვენ ყურადღებას არ ვაქცევთ. მათი არც კრიტიკა, არც მოწოდებები, არც ბულინგი, როგორც მათ შეუძლიათ, ჩვენს გადაწყვეტილებაზე ვერანაირ გავლენას ვერ ახდენს. ჩვენ ვთქვით მკაფიოდ, დაახლოებით 2 თვის წინ, 2 თვის განმავლობაში ყოველ დღე მედიის საშუალებით ვამცნობთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ დიახ, ჩვენ ვართ ჩამოყალიბებული ჩვენს პოზიციაში და დიახ, ჩვენ მომზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის, მათ შორის თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ამიტომ ჩვენ პოზიცია არ შეგვიცვლია. ჩვენ ვთქვით, რომ რა დავალებასაც მიიღებენ, რომ ამბობთ, ეს ესეც ახდა ისე, როგორც თითოეული ფაქტი, რასაც უწინასწარმეტყველებდით მათ, იმიტომ რომ აგენტის ბედი კარგად ხედავთ, როგორი რთულია და მივეჩვიეთ და საზოგადოებაც მიეჩვია მათი სტრატეგიის ამოცნობას. ერთმანეთის ბულინგში და ლანძღვაგინებაში არიან, შემდეგ ორივე ერთად ამორის ლანძღვაგინებაში არიან. მოკლედ ამ დივერსიფიცირებაშიც საზოგადოებას კიდევ ერთხელ ესე ვთქვათ თავაზობენ იმ უნიჭო რაღაც სცენარს, ამ უნიჭო ბატალიების სცენარს, შიდა ბატალიების, რომელთაც საზოგადოება ძალიან დაიღალა. რეალობა ერთია. შემოვლენ ძალიან ესე ვთქვათ კაცრად წააგებენ 64 მუნიციპალიტეტში, ამის პირობას ვაწყობთ და მათივე პატრონებისთვისაც ძალიან კარგი კიდევ ერთი მესიჯი იქნება თუ რეალურად რა ხარდაჭერა აქვს აგენტურას საქართველოში. ყველა საუბრობდა იმაზე, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღება ეს იქნებოდა გამღუპელი, ისინი ძალიან კატეგორიულები იყვნენ და საუბრობდნენ იმაზე, რომ არავითარ შემთხვევაში არ მიიღებდნენ მონაწილეობას არჩევნებში, თუმცა ბოლო დღეებია, ბოლო კვირეებია, ხედავთ როგორი შერბილებული მესიჯები აქვს, იმიტომ რომ დავალება მიიღეს და აი მერწმუნეთ ამ ადამიანებს არანაირად არ აქვს იმის საშუალება, რომ თვითონ მიიღონ გადაწყვეტილება. რასაც უბრძანებენ თავიანთი პატრონები, რასაც ეთქვიან და დაავალებენ, ისე იმოქმედებენ. როდესაც ხარ აგენტი, შენ ასრულებ გარე დავალებებს, მაშინ ეუბნებოდნენ, რომ უნდა ქონოდეთ ეს მესიჯი, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდნენ, ეს უკვე იცვლება დამოკიდებულება, მიღებული აქვს სხვა ბრძანება და ნახოთ როგორი პრინციპულები არის. უმრავლესობის წევრების განცხადებით საქართველოს მთავრობის მხრიდან ძალაშია გზავნილი, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები სუფთა ფურცლიდან დაიწყოს. რობინ დანიგანი ელჩის თანამდებობას საქართველოში 2 წლის განმავლობაში იკავებდა. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ დანიგანის კანდიდატურა 2023 წლის ივლისში წარადგინა, ამავე წლის ოქტომბერში კი ამერიკის ელჩი დიპლომატიურ საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა. დანიგანმა თვითონ განაცხადა, რომ ის აღარ აპირებს საჯარო საქმიანობაში ყოფნას, ამიტომ სხვა სპეკულაციის სივრცე არ შეიძლება, იმიტომ რომ ეს თავდადებული თავის განცხადებაში სასახელო რომ არათუ სხვა გადადის. ამიტომ უბრალოდ ადევნებს თავს საჯარო სამსახურს, ეს მისი პირადი დაწესებულებაა. ურთიერთობის გადაწყვეტაზე ძალიან კაფე განცხადებები არ გაგაკეთებულა მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ. ძალიან კარგად იცის სერიოზულობამ ხელისუფლებამ თუ რა ნაბიჯები უნდა გადაედგას იმისთვის, რომ სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის შანსი გაჩნდეს. თუ ამ ნაბიჯებს არ გადადგმავს, საკადრო რაღაც გადაადგილები და ცვლილებებით არანაირი გადატვირთვა არ მოხდება. ეს ქალბატონ დანიგანის პირადი გადაწყვეტილება არანაირად არ არის დაკავშირებული ამ კონკრეტულ ქვეყანასთან, ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადაწყვეტასთან. ელჩის დანიშვნაზე რაღაცა მოლოდინების შექმნა უცნების მხრიდან ბუნებრივია, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მათი პროპაგანდის ნაწილი, რადგან მას თუ სურთ, რომ ნამდვილად გადაიტვირთოს ურთიერთობა საქართველოსა და ამერიკას შორის, პირველ რიგში თავად უნდა გადაიტვირთონ და სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად შეიცვლება ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. სანამ მოთხოვნები არ შესრულდება, რაც არის ფუნდამენტური საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებისათვის, იქამდე ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყება, ეს ალბათ არის წარმოუდგენელი, რადგანაც ამერიკის შეერთებული შტატები გახლავთ შემდგარი დემოკრატიის ქვეყანა და დემოკრატიულ ქვეყანასთან და ძლიერ პარტნიორთან ურთიერთობა, რაც არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი. და სიღრმეში შევიდე და თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, მან მიიღო ეს გადაწყვეტილება, რაც მიიღო და რაც საზოგადოება მოვისმინეთ, უსურებ მას
ესე ვთქვათ, კარგ დასვენებას პენსიაზე, ეს ერთი რაც შემიძლია თქვა. ეხლა რაც შეეხება ზოგადად საქართველოს-ამერიკის ურთიერთობას, ჩვენ არათუ მზად ვართ გადატვირთვისთვის ამერიკის შეერთებულ სტატუტად ჩვენი ურთიერთობის, არამედ მზად ვართ თვისობრივად ახალი ურთიერთობის დაწყებისთვის სრულიად ახალი ფურცლიდან და ეს მზაობა ჩვენგან ყოველთვის დაფიქსირებული იყო ჩვენ მეგობარ ქვეყანასთან. ცოტა საოცარი წასვლა იყო. რა თქმა უნდა, ბევრი კითხვა არსებობს მის ამ გორ წასვლასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ურთიერთობებს, საქართველოს ხელისუფლება მზად არის მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა. ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობები ჩვენთვის არა მხოლოდ პარტნიორობა, სტრატეგიული პარტნიორობა არის მნიშვნელოვანი ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მეგობრობა და ეს რა თქმა უნდა ორივე ქვეყნის ინტერესებს უნდა მოიცავდეს. არსებობდნენ ადამიანები, ვინც ამ ყველაფერს ხელს უშლიდა და ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ არასწორი ინფორმაციები მიეწოდებინათ ადმინისტრაციისთვის, თეთრზე პირდაპირ შავს ამბობდნენ, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რადიკალურად შეიცვლება ყველაფერი. თბილისი მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმს მასპინძლობს. ფორუმის თემებია მდგრადი ეკონომიკური განვითარება, ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა და ინოვაციები, განახლებადი ენერგიის მოხმარება და განვითარება, თანამედროვე ტენდენციები სამშენებლო სექტორში, უძრავი ქონების ბაზარი, ტურიზმისა და სტუმარ მასპინძლობის ინდუსტრიის მდგრადი განვითარება, ინვესტიციები თანამედროვე ტექნოლოგიებში, სივრცითი მოწყობა და სატრანსპორტო რეფორმა. ფორუმის ფარგლებში გაიმართა დებატები და დისკუსიები. ქონეზებაზე სიტყვით გამოვიდნენ პრემიერ-მინისტრი, თბილისის მერი და მთავრობის წევრები. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც გასული 35 წლის განმავლობაში გამოიარა 4 სხვადასხვა ომი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ქვეყანას ყველაზე კარგად ესმის მშვიდობის ფასი. და რა თქმა უნდა, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ განვამტკიცოთ მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში. და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს საკმაოდ კარგად გამოგდის, მიუხედავად იმისა, რომ გასული რამდენიმე წლის განმავლობაში იყო ძალიან დიდი ზეწოლა ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენ მოახერხეთ საქართველოში მშვიდობის შენარჩუნება. და არა მხოლოდ ქვეყანაში ვინარჩუნებთ მშვიდობას, არამედ ვახერხებთ რეგიონშიც ჩვენს გარშემო მშვიდობის ხარდაჭერას, რაც არის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვისაც, არის სხვადასხვა ტიპის სირთულეები ჩვენს ფართო რეგიონში და ამ ვითარებაში საქართველო ყოველთვის თითქმის წლების განმავლობაში დადებით როლს ასრულებდა მშვიდობის განვითარებაში და შესაბამისად ჩვენი რეგიონის მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფაში. დღევანდელი სამყარო არის ძალიან დიდი გამოწვევებით სავსე, როდესაც კონკრეტულად საქმე ეხება მშვიდობას. ჩვენ გვაქვს ფართო რეგიონში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტი, მასშტაბური ომი, ჩვენს გარშემო არის სამცხოვრად არაერთი ომი და ასეთ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა ვისაუბროთ მშვიდობის მნიშვნელობაზე. ძალიან დიდია ამ ყველაფერში ზესახელმწიფოების როლი, როცა ვსაუბრობთ ჩვენ მსოფლიო მასშტაბით გლობალურად მშვიდობის განმტკიცებაზე. გასული 45 წლის განმავლობაში ჩინეთი იყო ზუსტად ის ზესახელმწიფო, რომელსაც არც ერთ ომში არ მიუღია მონაწილეობა. და ეს სახელმწიფო იყო თავიდან ბოლომდე ორიენტირებული პროგრესზე, მოდერნიზაციაზე, ეკონომიკის განვითარებაზე და შედეგებიც არის, ვფიქრობ, სახეზე. კიდევ ერთხელ განსაკუთრებით უნდა დავაფასოთ ამ სახელმწიფოს განსაკუთრებული როლი არა მარტო რეგიონში, არამედ მსოფლიო მასშტაბით მეტი მშვიდობის უზრუნველყოფაში. ძალიან დამაიმედებელია ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის გზავნილები ამ თვალსაზრისით, რომელიც ხაზს უსვავს მშვიდობის მნიშვნელობას და იმედი მაქვს, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში უფრო მეტად იქნება მსოფლიო მასშტაბით სახელისებული მშვიდობა. ჩვენ რა თქმა უნდა მზად ვართ თანამშრომლობისთვის ყველა იმ სახელმწიფოსთან, მათ შორის ყველაზე სახელმწიფოსთან, რომელიც არის ორიენტირებული სწორედ მშვიდობაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე და მეტი კეთილდღეობის უზრუნველყოფაზე საკუთარი ხალხებისთვის. არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, რეგიონში და ზოგადად მსოფლიოში დღეს მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. შესაბამისად, ყველამ უნდა ვეცადოთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ შენარჩუნებული იყოს მშვიდობა. რადგან მშვიდობა ჩვენ გვაძლევს საშუალებას, შესაძლებლობას, რომ მოახდინოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა.
ბოლო წლების განმავლობაში უკრაინაში და ზოგადად მთელ მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ მშვიდობის ფასი უალტერნატივოა. ეკონომიკური ზრდა, დასაქმება და ინვესტიციების მოზიდვა სწორედ მშვიდ, სტაბილურ და გაწონასწორებულ ქვეყანაში მიიღწევა. ამიტომ მშვიდობა არ არის მხოლოდ სახელმწიფოებრივი სტრატეგიის სამხედრო ან პოლიტიკური დღესასრიგის რიგითი საკითხი, ის არის ფუნდამენტური სოციალური და ეკონომიკური რესურსი, რომელიც განაპირობებს ქვეყნის განვითარებას აბსოლუტურად ყველა მიმართულებით.